მოგესალმებით ბატონო შავა. ევროპარლამენტმა ტელეკომპანია იმედს 1 წლის ვადით მუშაობის უფლება შეუწყდა. მიზეზად კონკრეტულ წესებს ასახელებს, თუმცა პარალელურად კონკრეტული ევროპარლამენტარების მხრიდან ვნახეთ განცხადებები, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტში აქტიურად მუშაობდნენ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები, რას რამ გვაქვს საქმე და ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება? რა თქმა უნდა, ეს არის კონტექსტში დასანახი, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვისმენთ და ნაბიჯებს ხედავთ, ეს არის მცდელობა სხვადასხვა უცხოური ძალის, რომ საქართველოში დახურონ თავისუფალი მედია. ფაქტია, რომ თავარი რასაც უფრთხის დღეს ბრიუსელი, ეს არის მართალი სიტყვა და ძალიან აფრთხობთ, როგორც ჩანს, ის სიმართლე, რომელიც საბოლოო ჯამში ესმით და რომლის გამოც ის მთელი პროპაგანდა, რომელიც მოქოქილი იყო და მილიონობით იხარჯებოდა საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, ეს პროპაგანდა არ მუშაობს. ამიტომ ეს არის ნაწილი საქართველოში თავისუფალი მედიის დახურვისა. სწორედ ეს არის გაგრძელება დიდ ბრიტანეთის მიერ მიღებული მტრული გადაწყვეტილების მედიის წინააღმდეგ, რომლისას მიზანი არის, რომ დაიხუროს თავისუფალი მედია. მუქარას დიდი ხანია ვისმენდით ქალბატონი რასასგან, რომელიც გამოირჩევა ქართული ხალხის მიმართ ფაშისტური განცხადებებით, ამ მუქარას ვისმენდით და ვინაიდან სხვანაირად ვერ ასრულებენ ამ მუქარას, ეხლა თავის რაღაც ვიწრო წრეში, ასე ვთქვათ, პატარა წკენას ცდილობენ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ეს ამ კონტექსტში. მეორე მხრივ, ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესო იყო ამ ყველაფრის მოსვენა. აი, მაინც TV პირველი ჟურნალისტები ხართ, აღჭერბათ, თქვენ შეგხებიათ პარლამენტის აკრედიტაციის წესის სუსხი. ეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას? თქვენ ეთანხმებით? თქვენ თუ ეთანხმებით? არა, მაინც გეთანხმებით თუ არა? იმიტომ რომ მე გეტყვით. არა, მე გეტყვით. ჩემ მას გეუნებით მაგიტომ. გეუნებით. საინტერესოა და ჩემთვის იყო აღმოჩენა, რომ იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირმა დახარჯა ასობით 1000 ევრო იმისთვის, რომ გაეშავებინა საქართველოს პარლამენტი, მოესია ჩვენთვის NGO-ები, ეგრეთ წოდებული მედია ომბუდსმენი, ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია, ამაში ჩარდეს 10,000 ევრო, რომ პარლამენტის რეპუტაცია დაეზიანებინა, როდესაც სწორედ აკრედიტაციის წესებთან დაკავშირებით იყო თავდასხმა საქართველოს პარლამენტში, დღესაც საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელია შეტანილი ევროკავშირის საელჩოს და ევროპარლამენტის დაფინანსებით. იდიში სრულად ევროპარლამენტარების ხედა მათი დაფინანსებით, რომ თითქოს აკრედიტაციის წესების შემოღება, თითქოს დადგენა გარკვეული წესებით ეწინააღმდეგება რაღაც მედიას თავისუფლებას და ასე შემდეგ და რა აღმოაჩინეთ? აღმოაჩინეთ თურმე ევროპარლამენტში არის უფრო კაცრი წესები, ვიდრე საქართველოს პარლამენტში. კერძოდ საქართველოს პარლამენტში იცით რომ ერთ-ერთი წესი არის, თუ კი რესპონდენტს არ სურს ინტერვიუს მიცემა, ჟურნალისტს შეუძლია დაიწყოს ინტერვიუ, მაგრამ რესპონდენტი თუ ეტყვის რომ შეწყვიტოს ინტერვიუ, მაშინ უნდა შეწყდეს ინტერვიუ. რა აღმოჩნდა ევროპარლამენტში? თურმე წინასწარი თანხმობა არის საჭირო რესპონდენტისგან. საინტერესოა, ვიფიქრეთ ამაზე. მეორე, როდესაც ირღვევა საქართველოში წესი, რა გვაქვს ჩვენ? სანქცია არის ერთი თვით შეჩერება აკრედიტაციის და განმეორების შემთხვევაში 6 თვით. რამდენი ხნით შეუჩერეს იმედს? 1 წლით. კარგია, ამაზეც ვიფიქრებთ. ასე რომ მე მგონი ვიფიქრებთ, მე ვაპირებ რომ ვიფიქრო, რომ შევიტანო თუ არა შესაბამისი ცვლილებები აკრედიტაციის წესში, კერძოდ პირველი არა, მაინც შევიტანო, ვიფიქრო ამაზე, შევიტანო თუ არა ცვლილებები, რომ პირველი რომ წინასწარი თანხმობა მიიღოთ მაშინ რესპონდენტებიდან და თუ კი ევროპარლამენტში ეს არის წესი და ევროპული წესი ეს ყოფილა, თანხმობა მიიღოთ რესპონდენტებიდან, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ ინტერვიუ და მეორე ჩვენთან პირველ ჯერზე არის 1 თვე, მეორე ჯერზე არის 6 თვემდე 6 თვით აკრედიტაციის შეჩერება და ევროპარლამენტში პირველივე ჯერზე 1 წლიანი შეჩერება არის. ამიტომ ამაზე აუცილებლად ვიფიქრებ. უბრალოდ თქვენ უნდა იცოდეთ, ამას არსებობს კარგი სიტყვა ფარისევლობა. უნდა მიხვდეთ, რა ფარისევლობა არის ევროპარლამენტში, რა ფარისევლობა არის ბრიუსელში, რა ფარისევლების ხედან ევროკავშირის საელჩოში, რომლებიც აკრიტიკებენ საქართველოს პარლამენტს, აკრიტიკებდნენ და თავდასხმის ობიექტი იყო საქართველოს პარლამენტი იმის გამო, რომ
შეეცადა რომ მედიის რაღაც ელემენტარული წესები ყოფილიყო პარლამენტში, რომელიც არის 10-ჯერ უფრო მსუბუქი, როგორც აღმოჩნდა, ვიდრე ევროპარლამენტში იყო. და როგორ ბედავდა ეს ხალხი, საქართველოს პარლამენტს თავს ესხმოდა. და სად არიან ის მედია ომბუდსმენები, საიები, ეთიკის ქარტიები, TI-ები და ესე შემდეგ. სად არიან დღეს? აი ამაში იღებენ, აი ამაზე, აი ხა ერთი რამეს უნდა მიხვდეს ყველა უნდა მიხვდეს ერთნაირად. აი ახლა გამოჩნდა რომ ეს NGO-ები იყვნენ დაქირავებული ბრიუსელის მიერ იმისთვის, რომ თავს დასხმოდნენ საქართველოს პარლამენტს, ფულს იღებდნენ იმაში, რომ ყალბი ბრალდებები წამოეყენებინათ და დღეს ისინი ხმას არ მოიღებენ. იცით რატომ? იმიტომ რომ მათი დამქირავებელი ვინც არის, ვინც მათ კვებავს და ფულს აძლევს NGO-ებს, რა თქმა უნდა, იმის წინააღმდეგ ხმას არ მოიღებენ. ასე რომ ძალიან კარგი მივიღეთ ცნობად თუ რა წესები არის ევროპარლამენტში. მე გამოვითხოვე სხვათა შორის წესები რაც არის, ჩავხედეთ ძალიან კარგად, ასე რომ კი და მაშინ თქვი კიდევაც რომ ჩვენთან შემოღებულია ყველაზე მსუბუქი წესები. ნახეთ ევროპარლამენტის სხვა ქვეყნებიც ნახეთ. ყველაზე მსუბუქი წესები არის ჩვენთან შემოღებული. აი ხო ნახეთ თურმე რა ყოფილა ევროპარლამენტის წესი, ვიფიქრებთ აუცილებლად რომ ჩვენთანაც ზუსტად იგივე წესები გავრცელდეს თუ არ გავრცელდეს. როგორ მითხარით? ჩვენი შეზღუდვა არ იყო გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ევროპარლამენტში არის ამას ამბობთ. თქვენ ამბობთ მაგას. თქვენ ამბობთ რომ ევროპარლამენტში არ არისო და საქართველოში არისო. თქვენ ამბობთ ამას. ანუ სოლიდარული ხართ თქვენ იმედი ჟურნალისტები. თქვენი პოზიცია უნდა შევხედოთ სახელებს და სახეებს. ამ საქართველოს წინააღმდეგ თავდასხმის ამ კამპანიის ავანგარდში ჩვენ ხედავთ ქართველების მიმართ ფაშისტური განცხადებებით გამორჩეულ რასა იუკნევიჩიანეს და ხედავთ ახალი ამომავალი ვარსკვლავი ევროპარლამენტის გვარი აღარ მახსოვს ბრეიჟა თუ ასე შემდეგ ბრეიზა რომელიც გახლავთ სიკორსკის პარტიის წევრი და სიკორსკის ნაცვლად შევიდა ევროპარლამენტში. ეს ის სიკორსკი არის, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ დააფუძნა პროპაგანდისტული არხი ვოტტაკ რაღაც ესე რო ქვია, ვოტტაკ საქართველოს თუ ასე შემდეგ. ვოტტაკი დააფუძნა სიკორსკიმ საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლონეთის. პირდაპირ პროპაგანდისტული იარაღი არის საქართველოს წინააღმდეგ. ქართულ ხალხს ებრძვის პირდაპირ, ეკლესიაზე დაიწყო თავდასხმა, საქართველოს ინტერესებზე თავდასხმა, პირდაპირ არის პოლონეთის მთავრობის პროპაგანდისტული იარაღი. ეს ადამიანი გამოდის და საუბრობს სიტყვა პროპაგანდა საერთოდ როგორ უტრიალდება ამ ადამიანს თუ განაცხადოს მაშინ, როდესაც თავად არის იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც ოფიციალურად შექმნა პროპაგანდისტული იარაღი ქართული ხალხის წინააღმდეგ, იმისთვის რომ თავს დაესხოს ქართული ხალხის ინტერესებს. ასე რომ გასაგებია რასთანაც გვაქვს საქმე, ეს არის კიდე ერთი მტრული აქტი ქართული ხალხის წინააღმდეგ, ეს არის ცდელობა რომ ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა და ეს არის ჩვენთვის კიდე ერთი საფუძველი გამოვიტანოთ დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რაც წარმოადგენს დღევანდელი ევროკავშირი. აი ეს არის დღეს ევროკავშირის სინამდვილეში არის რასა იუკნევიჩიანე და მისნაირი ადამიანი. აი ეს არის სინამდვილეში დღეს, სადაც მიიყვანეს ევროკავშირი და ამას რა თქმა უნდა ჩვენ ვებრძვით. ჩვენ ვებრძვით რომ ევროკავშირი დაუბრუნდეს, ვიბრძვით იმისთვის რომ ევროკავშირი დაუბრუნდეს თავის საწყის ღირებულებებს, იმიტომ რომ ასეთ ევროკავშირში ჩვენ არაფერი გვესაქმება. როგორ შეიძლება რასა იუკნევიჩიანეს ღირებულებების ევროკავშირში ჩვენ რაიმე საერთო გქონდეს. ადამიანი, როდესაც ფაშისტურ განცხადებები აქვს საქართველოს წინააღმდეგ, ადამიანი, რომელიც ცდილობს, ადამიანი, რომელიც არის საქართველოს ბოლო დიქტატორის მიხეილ სააკაშვილის გამოცხადებული თანამებრძოლი და ერთადერთი მიზანი აქვს ცხოვრებისეული აღებული რაიმენანად დაიხსნას მიხეილ სააკაშვილი მისი სამართლიანი სასჯელისგან. ადამიანი, რომელიც ცდილობს თავისუფალი სიტყვა ჩაახსოვს საქართველოში, ერთხელ მყავს ნანახი პირადად 2021 წელს და იმ მომენტშივე ნახეთ თუ რა ზიზღი აქვს ამ ადამიანს საქართველოს და ქართული ხალხის მიმართ. ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოსვეს, სანამ ევროკავშირი არ გათავისუფლდება მსგავსი ადამიანებისგან, რომელიც ცდილობენ სუვერენიტეტის, სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვას, ადამიანების მიმართ ზიზღით მოქმედებენ და ცდილობენ სხვა ქვეყნებზე თავდასხმას, მანამ რა თქმა უნდა ჩვენ ვერ დაგვარწმუნებენ იმაში, რომ ასეთ ევროკავშირში ყოფნა რაიმენარის სარგებლოს მოუტანს ჩვენ ქვეყანას, იმიტომ რომ სადაც არიან ქართველი ხალხის მიმართ ზიზღით განწყობილი ადამიანები, ჩვენი ვერ ვიქნებით. ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ საბჭოთა მოსკოვს პირდაპირ ნაბიჯ ანაცვლებს საკავშირო ბრიუსელი.
და არაფრით აღარ განსხვავდება, ესთეტიკაც კი იგივე არის. აი იგივე რაც ჩვენ გვესმოდა 99 წელს როცა გაიმართა 1999 წელს სახალხო დეპუტატთა ყრილობა 9 აპრილის შემდეგ და რა თავდასხმებიც მაშინ იყო ქართული ხალხის წინააღმდეგ იმ ყრილობაზე მოსკოვში, ზუსტად იგივე ხდება დღეს ბრიუსელში ერთ-ერთში არიან საბჭოთა კავშირის რეინკარნაცია, მათ შორის სახელებით რა ქალბატონი რასა იუკნევიჩიანი გორბაჩოვის თანამებრძოლი გახლავთ და დღესაც რუსული აქცენტით ლაპარაკობს ინგლისურად. იგივე აკრედიტაციის უარის გაცემის ნაწილში ჩვენ შემთხვევაში მოლდოვის გადაწყვეტილება მასპინძელი ქვეყნის განმასპინძელი სახელმწიფოსგან ეს გადაწყვეტილება. მოლდოვისგან სიმართლე მე არ მიკურს, იმიტომ რომ მოლდოვაში ზოგადად მედიის შეზღუდვა ეს ფაქტი არის, თვითონ შიდა მოლდოვური მედიის შეზღუდვა, რამდენიმე მედია ტელევიზია დახურა მოქმედმა პრეზიდენტმა სასამართლო გადაწყვეტილებების გარეშე და ყველგან რა თქმა უნდა ეს გამართლებას პოულობენ, რომ ეს არის დეზინფორმაცია და პრორუსული. მარტივია, მიაკერო იარლიყი, როგორც 100 წლის წინ აკეთებდნენ ამას, მიაკერებ იარლიყს, ვინ არის შენი გამკითხავი ხან მოლდოვის პრეზიდენტს, ვინ გაკითხავს, ტარს უკრავენ წითელხავი, იტყვის რომ ამას დახჭობა, ამას დახვეთა, ამას ჩამოხრჩობა. არ არის არანაირი სასამართლო კონტროლი ამ საკითხებზე არ არის, არანაირი აქვია ინსტანცია, რომელიც რამეს გადაწყვეტს, მიაწებებენ იარლიყს, ვისაც რა უნდა, ხურავენ ტელევიზიებს მოლდოვაში, ხურავენ პარტიებს მოლდოვაში, ერთი კრიტიკული სიტყვა არის მის, რატო არ აკრიტიკებენ ქალბატონ სანდუს, იმიტომ როცა დაჭირდებათ, ეტყვიან, რომ შენ უნდა საქართველოზე ახლა გააკეთო განცხადება და გახსოვთ 4 ოქტომბერს მაია სანდუმ ხარი დაუჭირა ხელისუფლების დამხობას საქართველოში, როდესაც მის კოლეგის საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე მიდიოდა ძალადობრივი შტურმი, ქალბატონმა სანდუმ სოციალურ მედიით მოუწოდა ამ მოძალადეებს, რომ გაეგრძელებინათ ეს შტურმი, ხარი დაუჭირა და ამითი წააქეზა ისინი შემდეგ ძალადობაზე. ასე რომ ამიტომაც არის, რომ როდესაც ქვეყანა პატივს არცემს საკუთარ დამოუკიდებლობას, რასაც ქალბატონი სანდუ აკეთებს, ის ამბობს, რომ მას მოლდოვეთის სახელმწიფოებრიობა არაფრად მიაჩნია, მზად არის, რომ სხვა ქვეყანას შეუერთოს მთლიანად სახელმწიფოებრიობაზე უარი თქვას. ასე რომ აქაც გასაკვირი არაფერი არ გახვეულები ევროპარლამენტარები, იგივე სამართლებრივ სკანდალში, სხვადასხვა განაჩენებში კონკრეტული кейსებიც არსებობს რეალურად, სადაც კონკრეტული ევროპარლამენტარები არიან კავშირში სხვადასხვა კორუფციულ სკანდალთან, სხვადასხვა დანაშაულებთან, ეს გაზემეთოებს, იგივე სააკაშვილის სკანდალის შემთხვევაშიც კი ფიგურირებდა კონკრეტული ევროპარლამენტარი. დღეს ასე იმართება სხვადასხვა ევროპული დედაქალაქი, დღეს ასე იმართება ბრიუსელი. კორუფცია და ადამიანების მიმართ მადესკრიტირებელი ფაქტები, რომლითაც შემდეგ მართავენ ამ ადამიანებს. ჩვენ ნახეთ არაერთი კორუფციული სკანდალი დაწყებული ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერიდან, გაგრძელებული ევროკომისრით, მართლმსაჯულების საკითხზე, რომელსაც მე შევხვდი 2021 წელს და მე ეს კაცი მიხსნიდა მართლმსაჯულების რეფორმის საკითხებს და აღმოჩნდა, რომ თავად კორუმპირებული არის და ფულს იღებს ეს ადამიანი და მე მასწავლიდა აქ, რომ საქართველოში რანაირად უნდა იყოს მართლმსაჯულება ჩამოყალიბებული. ამიტომ ასე უჭირავთ, ასე მართავენ კორუფციით, ფულით, სხვადასხვა დისკრედიტაციით, მადესკრიტირებული თუ მათი მაკომპრიმენტირებული მასალებით ასე შემდეგ, მართავენ შემდეგ, როცა დაჭირდებათ, უთხრან, ეხლა თავს უნდა დაესხათ საქართველოს, მე თავს უნდა დაესხათ ვიღაც სხვას და ასე შემდეგ. ასე რომ ეს არის კიდევ ერთხელ მე მგონი დასკვნა გამოტანილია რაც შეეხება ბრიუსელს. ეს არის ღირებულება დაკარგული ადამიანების კრებული, რომელსაც აქვს გავლენა დღეს ბრიუსელზე და რომელსაც ევროკავშირი მიყავს უბსკრულისკენ. ჩვენ ამას ვცდილობთ გავაგებინოთ მათ შორის ევროკავშირის მოქალაქეებს, რომ ეს არის უბსკრული, საერთოდ მიაქანებენ დღეს ევროკავშირს და ჩვენ ვცდილობთ, რომ ჩვენი სიტყვითაც რაღაც ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამაში, ვინაიდან ჩვენ გვინდა ვიყოთ წევრი ისეთი ორგანიზაციის, რომელიც დღეს ჭეშმარიტ ღირებულებებზე და ესენი თუ კომუნისტური მოსკოვისკენ მიექანებიან, ახლა იმას გამოვეკეცით სისხლით საბჭოთა მოსკოვს და ახლა საბჭოთა ბრიუსელი ნამდვილად არ გვხიბლავს ჩვენ, რომ თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ანუ წევრი არ ვართ ევროკავშირის. არანაირი წევრი არ ვართ. არანაირი ესე ვთქვათ, ესეთი ზედმეტი პოლიტიკური გავლენა არ უნდა გქონდეთ
დგანან და ამას გვიბედავენ დამოუკიდებელ სუვერენ ქვეყანას გვიბედავენ ხელს აფათურებენ ჩვენს არჩევნებში ევროკავშირის ელჩი პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში ჩართული იყო ჩვენს მედიის დახურვას ცდილობენ ჩვეულებრივად იქცევიან როგორც ქვეყანა რომელიც სხვის დამორჩილებას ცდილობს ასე იქცევა დღეს ბრიუსელი და რა თქმა უნდა არანაირი ხიბლი შემდეგ ამის შემდეგ რომ წევრი რო გავხდებით მე რას გვიზავენ ხო წარმოგიდგენია თან ყველა შევახსენე როდესაც დღეს საუბარი არის წევრობაზე გაფართოებაზე ევროკავშირის მათ შორის მოლდოვაზე უკრაინაზე ასე შემდეგ თქვენ გაიხსენეთ თავარი წინაპირობა რაც დასახელებული არის ჩუმად არიან ჩუმად ამბობენ ამას მაგრამ საჯაროთაც არაერთხელ ითქვა გერმანია საფრანგეთი და სხვა ქვეყნები რომ ითხოვენ რომ ახალ წევს მიიღებენ მხოლოდ იმ პირობით თუ კი ვეტოს თუ კი კონსენსუსის პრინციპი გაუქმდება ანუ თუ მიიღებენ მოლდოვას თუ მიიღებენ ჩვენ თან ისე მიგვიღებენ რომ ხმისუფლებაც არ გვექნება და წარმოიდგინეთ ახლა რასა იუკნევიჩიანესთან ერთად ერთ ორგანიზაციაში ყოფნა რომელსაც თლიანად უფლება აყრილი წევრი უნდა ვიყოთ ჩვენ ვეტოს უფლება არ უნდა გქონდეს ხმის უფლება არ უნდა გქონდეს რომელსაც გავლენა ექნება ასეთი უფლება საბჭოთა კავშირის დროსაც არ იყო მე მგონი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა რაც წარმოქმნა აქვს ეხლა ის რომ ხმის უფლების გარეშე გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენის გარეშე რასა იუკნევიჩიანეს გემოზე უნდა იყოს საქართველოს რომელიც საქართველოს ხალხის მიმართ ფაშისტურ განცხადებებით არის გამორჩეული ევროპის პოლიტიკური ინსტიტუტის კვლევა გამოქვეყნდა სამების უზენაესობის მიმდებობასთან დაკავშირებით და იყო და 10 კანდიდატ ქვეყანას და საქართველოს მონტენეგროსთან ერთად უმაღლესი შეფასება დაიმსახურა მეორე ადგილზე გავედით საკმაოდ კომპლექსური კვლევა სამების უზენაესობის მიმართულებით ანტიკორუფციული სისტემის მუშაობით და ასე შემდეგ. Როგორ შეაფასებთ ამ კვლევას, როდესაც საქართველოს მოწინავე ადგილს იკავებს კანდიდატ ქვეყნებს შორის? აღარ ვიცი უკვე თავს რატო იწუხებენ ისინი კვლევით ან ჩვენ თავს ვიწუხებთ კითხვით იმიტომ რომ ხედავთ რომ ბრიუსელს ასეთი რამე არ აინტერესებს კვლევა ემპირიული ანალიზი ფაქტები აღარ არის ბრიუსელის ინტერესი იციან რომ რასა იუკნევიჩიანი რასა სიტყვის ის არის სიმართლე მორჩა ჩვენ მიმყოფებით ახალ ეპოქაში როდესაც იტყვიან თეთრზე შავს და იტყვიან რომ მე მაქვს ატომური ბომბი ამიტომ თეთრზე ვიტყვი შავს და შენ უნდა გაიმეორო რომ თეთრი არის შავი მე მაქვს ეკონომიკური ბერკეტები გეტყვის ბრიუსელი ამიტომ შავზე ვიტყვი ხა თეთრს და შენ უნდა თქვა რომ დიახ ეს არის თეთრი არანაირი სამართლიანი ფაქტებზე დაფუძნებული დიალოგი აღარ არსებობს ეს არის ჩვეულებრივი ძალის პოლიტიკა რომელსაც დღეს ხედავთ რომ ბრიუსელი სულ უფრო და უფრო მეტად იყენებს მათ შორის იმ საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელობის ხელში რომელსაც ახლა დღეს არის და ეს არის სწორედ ესტონიზაცია ევროკავშირის, რაზეც თეთრსახშიც საუბრობდნენ. ამიტომ კარგი ჩვენ ვიცით ჩვენი ჩვენმა მოქალაქეებმა იციან 10 არჩევნები მოვიგეთ, მე-11, მე-12 და ასე შემდეგაც მოვიგებთ, იმიტომ რომ ეს არის სიმართლე, მაგრამ ნუ სხვა რა ვქნათ, ახლა ევროკავშირის ეს რო უთხრათ ეს არის ხო, ხო არ აინტერესებს. მისთვის ავტორიტეტი არის რასა იუკნევიჩიანეს პოლიტიკური გეგმები და ამის განხორციელება დაივიწყეთ. არ არსებობს არანაირი შანსი იმის, რომ დღევანდელ ბრიუსელთან ჩვენ დღევანდელ ბრიუსელმა გადადგას რაიმე ნაბიჯი, რაიმე ობიექტურ ანალიზზე დაფუძნებით. ეს არის ჩვეულებრივი ცივად გაცვლილი პოლიტიკური გეგმები, რომელშიც ჩვენ ვართ მხოლოდ ინსტრუმენტი. არანაირი ინტერესი საქართველოს მიმართ არ აქვს, მხოლოდ ერთი ინტერესი აქვს, როგორ დააზიანონ ჩვენი მეშვეობით რუსეთი. რა შეიძლება რომ ჩვენი მეშვეობით დააზიანონ რუსეთი. ჩვენ ვართ მხოლოდ იარაღი. აი ეს არის დაყვანილი ვართ ჩვენ ადამიანები საქართველოს მოსახლეობა დაყვანილი ვართ ინსტრუმენტამდე ბრიუსელის თვალში რომელიც გამოსაყენებელი არის სხვა ქვეყნის მესამე ქვეყნის წინააღმდეგ აი რამდენად არგებს ახლა რა ურჩევნიათ რომ სანქციები დაუწესოთ ჩავკეტოთ დაზიანდება საქართველოს ჯანდაბადა ზაქონია დაზიანებული იყოს ბოლომდე ეს ხო გითხრა ევროკავშირის ელჩმა გითხრა რამდენიმე კვირის წინ როდესაც ჰქონდათ ღონისძიება სადაც მათ თქვა რომ ევროკავშირის ქვეყნებიო ზიანდებით, იმით რომ სანქციებს უწესებთო და ამიტომ საქართველოს სანქცია დაწესებული არ აქვსო და იმ ზიანს ვერ იღებსო და რას ქვია ეს რა არისო. იმიტომ რომ არ ადარდებს ევროკავშირისაც რა მოუვა საქართველოს თქვენ რა გონიათ 9 მაისს დახარჯეს ამხელა თანხა ის რა ქვია პავილიონში მოაწყეს ზეიმი რაიმე ადარდებთ გონია აი ამ ფოჩიანი კამფეტების და ფერადფერადი ფოტოების გარდა
და იმ ანტისამთავრობო მიტინგის გარდა, რომელიც 9 მაისს ჩაატარეს თბილისის შუაგულში და ერთი სიტყვა არ ახსენეს. ერთი სიტყვა არ ახსენა არც ევროკავშირის ზელჩმა, არც ხვებმა 9 მაისის გამარჯვებასთან დაკავშირებით და ჩვენი ვეტერანები და ჩვენი ჯარისკაცები 300,000 ჯარისკაცის სისხლი ერთხელ არ ახსენეს. ერთხელ არ ახსენეს ამ ღონისძიებაში, მაშინ როდესაც მთელი ქვეყანა 9 მაისს აღნიშნავდა. ასე რომ კიდევ ერთხელ ჩვენ მათ თვალში ვართ მხოლოდ ინსტრუმენტი და იარაღი და ასე გვიყურებთ. შეიძლება მეც გეკითხებოდ ამ შემთხვევაში რეკომენდაციებს გულისხმობ ზოგადად რომ გითხოთ ბაზონაშალა ჯერ გითხოთ უშუალოდ შევაფასების ფასების კომისიის მუშაობა და შედეგებიც და გითხარით პროცედურულ ნაწილზეც ფასების კომისიის დასკვნა ფედერაციას მოყოლილი ჰქონდა რომ დარგებოდა ბიუროზე და შემდეგ გავიდოდა სესიაზე ეს იქნება ყველა და შემდეგ ვთქვათ შედეგი ანგარიში გავიდე რაც შეეხება რაც გაიცა ფასების კომისიის მხრიდან და შედეგს უკვე აისახა ფასებთან დაკავშირებით ბაზარზე. აი ამასაც რომ გავუშვით ხაზი რეკომენდაცია. პირველ რაც შეეხება ანგარიში გადაეცა ბიუროს და წინა ერთ-ერთ ბიუროზე, ბიურომ ეს ცნობად მიიღო. პლენარულ სხდომაზე გამოტანა არ არის დაგეგმილი. თავად პროცესი საჯარო იყო. მე მგონი ჩართული იყო მთელი ქვეყანა და მედიის ჩათვლით და მოსახლეობის ჩათვლით და საპარლამენტო ოპოზიციის ჩათვლით, ასე რომ ყველა ასე ვთქვათ მიგნება და ყველა დასკვნა საჯარო და განხილულია ისედაც. რაც შეეხება რეკომენდაციას. თავისთავად გადაგზავნა, ეხლა ისეთ საჯარო დოკუმენტი არის გამოქვეყნდა, ეს ითვლება რომ ისედაც ცნობაც აქვს მიღებული მთავრობას. დიახ, მე გეტყვით თავარი რაც არის და რატომ იყო მნიშვნელოვანი საპარლამენტო კომისიის მუშაობა და რა გვაქვს დღეს ჩვენ და რა განსხვავდება აქამდე არსებული მდგომარეობიდან. როდესაც საუბარი იყო ფასებთან დაკავშირებით და მიდიოდა თვეების განმავლობაში ხან ასე ვთქვათ აქტუალიზირდებოდა ხოლმე, ხან არა, ფასებთან დაკავშირებული მსჯელობა ყოველთვის იყო ასე ვთქვათ ცარიელი სიტყვები რაღაც არგუმენტების გარეშე და მთელი საერთო მსჯელობა შემოიფარგლებოდა იმაზე დახსე რაღაც პროდუქტზე თქვათ რა ფასი არის. ამ კომისიამ შეძლო ის რომ საჯარო განხილვით ყველას მონაწილეობით და ყველას თანდასწრებით დღეს ჩვენ თქვენს მეც და სულ ყველამ უკვე ვიცით დაზუსტებით. რა არის ის ჯაჭვი რომელიც ფასწარმოქმნის ჯაჭვი ქვია გეტყვით. არა უყურეთ იმისთვის თუ რაიმე პრობლემა ნახოთ და ჯერ დავსვათ დიაგნოზი და დიაგნოზირო დავსვათ ჯერ უნდა კვლევა ჩაატარო და ნახო რასთან გაქვს საქმე. ჩვენ ნახეთ ფასწარმოქმნაში რა ფაქტორებს აქვს გავლენა, რატომ არის რაღაცის ფასი, X ფასი და სწორედ ამ ანალიზის შედეგად ვიცით ზუსტად რა ფაქტორები მოქმედებს ფასზე, მათ შორის დისტრიბუტორებს რა წილი აქვს თამაში, ქსელებს რა წილი აქვს თამაში და ითქვა რომ აქედან გამომდინარე სწორედ ის სისტემური პრობლემები რაც არის, მათ შორის მაგალითად ერთ-ერთი პრობლემა იყო გვიანი გადახდები და წოდომა აქედან გამომდინარე საბრუნავ თანხებთან, ითქვა კიდევაც რომ ჩვენ ვიმსჯელებთ იმაზე რომ საკანონმდებლო რეგულაციები იყოს, რომელიც არასამართლიან სავაჭრო პრაქტიკას აღმოფხრის. ეს რაც შეეხება მოკლევადი კი, რაც შეეხება მყისიერ გადაწყვეტილებებს, სწორედ იმის გამო რომ კომისია მიბრძანდით და მე მოусმინეთ ჩემს პასუხს. რაც შეეხება მყისიერ გადაწყვეტილ საკითხებს, თქვენ ნახეთ რომ სწორედ იმიტომ რომ ქსელები დისტრიბუტორებთან დიალოგი, დისკუსია იყო საჭირო, მათ შორის თავადაც დაინახეს გარკვეული საჭიროებები და რა თქმა უნდა სოციალური პასუხისმგებლობა აქ მნიშვნელოვანი არის. ნახეთ რომ ყველა დიდმა ქსელმა და რაც არის საერთო ჯამში პროდუქტების ვაჭრობის უმეტესი ნაწილი თქვა რომ გამოყვეს სია კონკრეტული პროდუქტებისა, რომელიც იქნება მუდმივად დაბალ ფასებში და არა სააქციო არა არისო და არა ბოდიში არა ეს იქნება არა აქციის სახის რომელიც თქვა კვირაში შეიძლება ერთი დღე ყოფილიყო რაღაც პროდუქცია ფასდაკლება და მეორე დღე არ ყოფილიყო არამედ კონკრეტული ჩამონათვალი სახეობის ასე თქვა პროდუქტების რომელზეც მუდმივად ყოველდღე მომხმარებელს ეცოდინება რომ ნებისმიერ ქსელში რომ შევა იმ პროდუქცია იქნება ყველაზე დაბალი ფასი რომელიმე წარმოებლის ასე თქვა და ასე რომ აქეთ კონკურენცია იქნება უკვე ქსელებს შორის რომ აი ამ პროდუქტების ნუსხასთან დაკავშირებით იყოს ყველაზე დაბალი ფასი. ოპოზიცია
დაკავშირებით ვიკითხავ, ერთ შეიძლება ხედავ მათ გეგმებს. პირდაპირ ეთერში ბატონო შავი ჩემთან და ოპოზიციაზე გკითხავ, თუ შეიძლება. ისინი ცდილობენ, რომ ახლა ხალხთან კიდევ უფრო მეტად და მჭიდრო კონტაქტი ჰქონდეთ, საუბრობენ, რომ კარდაკარის პრინციპით უნდა დაუახლოვდნენ კიდევ უფრო მეტად მოსახლეობას და დაგეგმილიათ 26 მაისს აქცია. თქვენ როგორ ვფიქრობთ, რა შანსი აქვს? ამ წელს შავი ეს თარგეტებიც თუ შეიძლება, რომ მათ იყო შემთხვევები, როდესაც თბილისში მათ შორის მოქალაქეები ხელსაც არ ართმევდნენ, რაც ამბობს ეს ოპოზიცია. რაც შეეხება შანსებს, მათ აქვს ერთადერთი შანსი. მათ რიგებში იმ ადამიანებს თუ კი ვინმეს რაიმე შერჩენილი აქვს კიდე საკუთარი ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობა და სიყვარული. მათ ერთი შანსი არ გამოიყენეს აქ 2 დღის წინ, როდესაც იყო აღსაყდრება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის და არ მოვიდნენ იქ. ნახეთ, რომ ისინი რადიკალური ოპოზიცია საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს მომენტს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის აღსაყდრებას არც კი დაესწრნენ. ინტერესიც არ ქონიათ, არც კი მოსულან, რომ ყოფილიყვნენ რაღაც თანამონაწილე ამ დიდი მოვლენისა, რომელიც იშვიათად ხდება ქვეყნის ისტორიაში. მეორე 26 მაისი არის და 7 საათზე რო ფიქრობენ, არაპირებენ დილით აღნიშნონ მათ, როგორც აღნიშნავს მთელი ქვეყანა, მაშინ როდესაც წევანდელები დადებენ ფიცს თბილისსა და სხვადასხვა ქალაქებში დადებენ ფიცს საქართველოს წინაშე. არც ამის თანამონაწილეები არ უნდა რომ იყვნენ. ასე რომ ვისაც არც ჩვენი ქვეყნის სულიერი მხარე აინტერესებს და არ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი მხარე აინტერესებს, მათ გავიგეთ, მათ შედეგად აინტერესებთ მხოლოდ ერთი რამ. როგორ დათვლიან მათ თავებს გარედან. ეს თქვა კიდევაც ნიკა გვარამიამ, რომ 26 მაისის მიზანი მათთვის არის ის, რომ გამოვიდნენ და დაენახონ მათ პატრონებს ქვეყნის გარეთ, იმისთვის, რომ კიდევ რაღაც მოწყალება გაიღონ მათ მიმართ 1-2 ცენტი თუ ევროცენტი გადმოუგდონ სამოწყალოდ. აი ოპოზიციის ნაწილზე ჩავეკითხები, თუ შეიძლება ოპოზიციაზე ჩავეკითხები. ჩვენ ნახეთ, რომ მათ რეგიონებში ხონდა ჩაგვედრა მცირე რიცხოვანი ხალხის შეკრებას, მუჩებს ახლა თბილისში დედაქალაქში ეკეთებენ იგივეს, თუმცა ხალხის შეკრება აქაც უჭირს და მათ შორის იყო ფაქტები, როდესაც მოქალაქეები ხელსაც კი არ ართმევენ მათ. მას ამბობს ეს ოპოზიციისთვის ეს ფაქტები. ოპოზიციისთვის აბსოლუტურად, იმიტომ მათთვის თავარი არის, რომ ხელი ჩამოართვას ევროკავშირის ელჩმა და ვნახეთ ჩვენ 9 მაისს ელჩებთან კარგად ჩახუტებულები ვნახეთ. როგორ არიხუტებს მას ქართული ხალხი, ეს მათ ესეც ვნახეთ და ესეც არის, ეს იქნება ყოველთვის. ეს იქნება ყოველთვის ასე. ერთადერთი რაც არის, რომ მათ უქმნიან ყალბ იმედებს უცხოელები, რომ მათი მხარდაჭერით მოიყვანენ ხელისუფლებაში ქართული ხალხის ნების წინააღმდეგ. და ამასაც ვხედავთ კიდევ 2024 წლიდან მოყოლებული, რომ ცდილობენ ქართული ხალხის ნების გადატეხვას გარედან, იმისთვის, რომ რაიმენაირად სააკაშვილი და მსგავსი ჯგუფები მოიყვანონ ხელისუფლებაში. ასე რომ კიდევ ერთ რამეს ნიშნავს, ის ვინც ზურგს აქცევს ქართულ ხალხს, მას ქართული ხალხიც აქცევს ზურგს. სამთავროებთან დაკავშირებით დუმაში მიიღეს ხელი მოეწერა შეთანხმებას პროგრამა ინტეგრაციის შესახებ. და ეს არის ანექსის გაგრძელება ის სამხედროების და აი რა ვაკეთებთ ასეთში, რას აკეთებს სახელმწიფო უწყებები და რა რეაქცია ექნება საქართველოს. ეს ხალხების გაერთიანებაზედაც იყო საუბარი იქრა და რამე ნაბიჯები თუ გადაგვითან საერთაშორისო პარტნიორებს თუ მიმართეთ არის. საერთაშორისო პარტნიორებს უკრაინასთან მაინც რამე იქნებ შეძლონ და ამიტომ არ ვიცი საერთაშორისო პარტნიორებს აქ რა შეუძლიათ რომ გააკეთონ, ხედავთ. სამწუხაროდ უუნარონი არიან ერთის მხრივ საერთაშორისო ორგანიზაციები, გაერო, მსგავსი ორგანიზაციები, ვისი პასუხისმგებლობაც არის და ვისი იმედიც ჰქონდა ხოლმე. ნახეთ, რომ დღევანდელ სამყაროში სადაც საერთაშორისო სამართალი ჩამოშლილი არის, ეს ორგანიზაციები უუნარო არის. მეორე მხრივ არიან საუცხო ქვეყნები, რომლის იმედიც ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ხედავთ, რომ მათ ან არ შეუძლიათ, ან უკრაინის მაგალითზე ხედავთ კიდევაც, რომ ზოგიერთს არც უნდა, ან სხვანაირად ფიქრობს, რომ ესა თუ ის კონფლიქტი
როგორ გადაწყდეს. რაც შეეხება ცხინვალს, სწორედ ეს არის და რუსეთის დუმაში რატიფიცირება მოხდა თუ არ ვცდები ამ შეთანხმების. სწორედ ეს არის ოკუპაციის რისკები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. სწორედ ეს არის ოკუპაციის მავნე შედეგები, რომელიც განგრძობადი არის და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველოს გონივრული პოლიტიკით, მშვიდობიანი პოლიტიკით, რაც მთავარი არის, შეძლოს ამ გამოწვევების გადაჭრა. ჩვენ თქვით, არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ გვაქვს ორი ეროვნული ამოცანა. ეს არის ქვეყნის გამთლიანება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა და ყველა ჩვენი გადაწყვეტილება ემსახურება სწორედ ამას. რომ დავყოლოდით ჩვენ ევროკავშირის მოთხოვნებს, წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, დღეს სხვა რაღაცების რატიფიცირება იქნებოდა სახელმწიფო დუმაში რუსეთში და არა ამგვარი შეთანხმებების. ცოტა უფრო მძიმედ და წინწასული იქნებოდა პროცესები ჩვენ რომ მოგვესმინა ბრიუსელისთვის. სამწუხარო იმასთან შედარებით რაც შეიძლება მომხდარიყო, ეს არ არის ის ჰიპოთეტურ შეხედეთ უკრაინას და შეხედეთ უკრაინას და ნახავთ რას ნიშნავს პრაქტიკაში ეს რისკები. მოусმინეთ კანცლერ მერცს, რომელიც ამბობს ევროკავშირში გაწევრიანების ლამის წინაპირობად დააყენა ის, რომ უკრაინამ უარი თქვას საკუთარ ტერიტორიებზე და ის დაუთმოს რუსეთს. ეს მერცმა თქვა პირდაპირ, რომ ტერიტორიების დათმობა სავარაუდოდ მოუწევს უკრაინას რუსეთისთვის და ეს გაუხსნის მას გზას, გაუადვილებს გზას ევროკავშირისთვის. როგორც საქართველოს გასაკეთებ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა იმ პირობებში, როდესაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არის მოშლილი, როდესაც არათუ რეზოლუციები ადამიანების ომი და ადამიანების ხოცვის შეწყვეტა ვერ ხერხდება, რა თქმა უნდა, რთულია და შეზღუდულია ის რესურსები, რომ ზემოქმედება გქონდეს საქართველოს ამგვარ გადაწყვეტილებებზე. ჩვენთვის აქედან გამომდინარე, თავარი არის ის, რომ ჩვენი პოლიტიკა მიმართული იყოს, რომ არ დაზიანდეს გრძელვადიანად ის ინტერესი, რაც გულისხმობს საქართველოს გაერთიანებას და ეს არის მნიშვნელოვანი. არაფრის გაკეთებას არ აპირებთ ამ შემთხვევაში, აი ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით არ იქნება არანაირი რეაგირება, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენი რეაგირება გახლავთ ჩვენი განცხადება ამასთან დაკავშირებით და ის, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთი დარღვევა. სხვა მხრივ უკრაინაში კიდევ ერთხელ სტატისტიკას გაიცანით ყოველდღე რამდენი ადამიანი კვდება ომში და რას აკეთებს მთელი სამყარო ამის წინააღმდეგ. მითხარით რა გააკეთა? მითხარით ერთი რამე რაც გააკეთა. ერთი რამე რაც გააკეთა, რომ გუშინ წინ უკრაინაში ქალები და ბავშვები დაიხოცენ. მითხარით ერთი რამე რაც გააკეთა სამყარო. იმისი ბრალია, რომ იმისი ბრალია, ხო და აი გეუნები, იმისი ბრალია, რომ ისინი, ვინც საერთაშორისო წესრიგზე იყვნენ პასუხისმგებელი, ვერ აღმოჩნდნენ იმ პასუხისმგებლობის იმ სიმაღლეზე, რაც უნდა გამოეჩინათ მათ, მანამ სანამ ეს ომი დაიწყებოდა. და ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს მიმართაც ამ პასუხისმგებლობას ვერ იჩენდა ვერავინ, ხედავდით ხარებს, რომელიც ესკალაციისკენ მიდიოდნენ, ერთი მხრივ რუსეთი, მეორე მხრივ სხვა მეორე ნაწილი და რომელსაც ჩვენს ერთის და მეორეც გვიყურებდა ერთს ოკუპირებული აქვს ტერიტორია, მეორე გვიბიძგებდა ესკალაციისთვის და დღესაც ჩვენ ვიქნებოდით არათუ ომში უკრაინასავე, ჩვენ უკვე ნაომარი, დანგრეული, გაპარტახებული ქვეყანა ვიქნებოდით და თითცე ვერაფერს ვერ დაადებდა ამის წინააღმდეგ. სწორედ ანექსიის საფრთხეები რო არსებობს, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი გონივრული პოლიტიკა, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული თვითმფრინავის საფრთხე. შეხვედრაზეც ვკითხავთ რა და უკრაინის თემამდე მივედით რა და აი ამ შეხვედრას თქვენ როგორ აფასებთ და ხო არ გძნობთ განყოფილ ხელმძღვანელობას იმ განცხადებების გამო, რაც გაკეთებულა თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უკრაინის მთავრობის წარმომადგენლების მისამართით. ყველა ჩვენი განცხადება ნაკარნახევიდან განპირობებული არის საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან და ყველა ჩვენი განცხადება იყო რიგ შემთხვევაში ასევე რეაქცია იმ მტრულ თავდასხმებზე, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მაგალითად მტრული თავდასხმა იყო ის, რომ უკრაინის პრეზიდენტი მოითხოვდა საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ ჩვენ მებრძოლები გაგვეშვა ოფიციალურად საომრად, რაც გულისხმობდა ომში პირდაპირ ჩართვას. რა თქმა უნდა, ეს არის მტრული თავდასხმა, პოლიტიკური თავდასხმა საქართველოსზე, ვინაიდან ამითი ჩვენ გვითრევდნენ პირდაპირ რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში. გაგმაყოფილებთ ეგ პასუხი. მეორე
მეორე ასევე არამეგობრული აქტი იყო საქართველოსდან უკრაინის ელჩის გაწვევა, რის გამო თუ გახსოვთ? იმის გამო რომ არ გაუშვით მებრძოლები, ანუ ომში არ ჩავერთეთ პირდაპირ და იმის გამო რომ სანქციები არ დაუწესეთ რუსეთს. ასე რომ არა, ეს ნაწილი რომ დავხუროთ, გეტყვით რომ ყველა განცხადება არის ძალაში, ყველა განცხადება იყო ეფუძნება ეროვნულ ინტერესებს და ასე არის ყველა. რაც შეეხება განცხადების ფორმებს, ის განპირობებულია იმაზე, როგორი მომართვაც არის, ისეთ პასუხს იღებს ყველა ხელისუფლება ჩვენგან. რაც შეეხება შეხედოთ. და ასევე მტრული აქტი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის სანქციებულ სიაში შეყვანა უკრაინის პრეზიდენტის მიერ. იმედი ამასაც მეგობრობას არ დაარქმევთ. შესაბამისად, ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც ხარ უკრაინის პრეზიდენტი და როდესაც ითხოვ რომ საქართველოს ჩაერთოს ომში იმით რომ გამოგიგზავნოს ოფიციალურად მებრძოლები და რა თქმა უნდა ეს განიმარტებოდა როგორც ომში პირდაპირ ჩართვა, როდესაც ეუბნებიო სანქციები დააწესოს და თავისთავი დაანგრიოს საკუთარი თავი ამითი. როდესაც პრემიერ-მინისტრს სანქციებულთა სიაში სვავ, ამის შემდეგ, როდესაც მიდიხარ იმ პრემიერ-მინისტრთან, რომელიც შენი ხელით შეიყვანეს სანქციებულთა სიაში და მამამისიც სხვათა შორის, მიდიხარ და გინდა რაღაცა თქმელი უთხრა და დალაპარაკება გინდა, რა ვიცი, მე მგონი ეს აჩვენებს იმას, რომ შესაძლოა ეს იყოს სიგნალი, რომ გადააზრება ხდება პოლიტიკის. ნახოთ, ჩვენ ამის იმედი გვაქვს, ხა მოხდება თუ არ მოხდება ეს მათი გადასაწყვეტი არის, ვერც ხა 4 წელი არის ამ რეჟიმში ვართ და ხედავთ რომ ჩვენი დაზიანება ასეთმა ნაბიჯებმა არ შეძლო, პირიქით ერთ-ერთი აზიანებს უკრაინის ხელისუფლებას საკუთარ თავს, საკუთარ რეპუტაციას ქართველი ხალხის თვალში. თუ უნდა ამის გამოსწორება, ჩვენ მზად ვართ მოусმინოთ. ასე რომ ნახოთ რა აქვს სათქმელი, მოусმინეთ. ახლა ეს ხო პირველი კონტაქტი და ასე ვთქვათ, გაცვლა აზრების თუ მოსაზრებების თუ ჩვენება განწყობის. ნახოთ რა აქვს სათქმელი ჩვენთვის და ამის მიხედვით მივოქმედეთ. კიდევ ერთხელ ჩვენი განსაზღვრება არის საქართველოს ეროვნული ინტერესები. ნურავის ნუ ექნება ილუზია, ნურც კიევში, ნურც ბრიუსელში, ნურც სხვა დედაქალაქში, რომ საქართველოს ხელისუფლება ერთ ნაბიჯს გადაგავს, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ორი კითხვა მაქვს. ირაკლი შაიშმელაშვილზე ერთი ესახება მის თავშესაფარს, რომელიც მან შეერთებულ მიიღო. მისთვის სისხლის სამართლის საქმე აქ აღძრული წინასწარ პატიმრობა მაშინი და საგამოძიებო უწყება მას აბრალებს სახელმწიფო გადატრიალებას 4 ოქტომბერში 4 ოქტომბრის რევოლუციაში მონაწილეობას. როგორ აღმოჩნდა რომ შეერთებული შტატები მას პოლიტიკურ თავშესაფარს აწევს? როგორ ახსნით? მე ახსნა, მე მგონი შეერთებული შტატებმა უნდა ახსნათ უკვე ეს ასე არის, არ ვიცი მე ეს ასე არის თუ არ არის, მას არ უთქვამს. უასეა, რამდენადაც ვიცი, მე რამდენადაც გავეცანი, ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა, ქართულმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ მას მისცეს თავშესაფარი. არ ვიცით ეს ასეა თუ ასეა, მაგრამ ჯერ თვითონ თქვას, გავერკვიოთ, არის თუ არა და მე ქალბატონმა ბესელიამ თქვა, რომ მოძებნა არ დაგჭირდეს და ნახოთ, თვითონ თქვას, გავიგოთ რა არის და ამის შემდეგ ჩვენ ვებძვით, ჩვენ ვეძებთ ჩვენს კრიმინალებს, რაც უფრო მალე მივწვდებით და მალე მოხდებიან საშიახო დაწესება, მით უფრო კარგი. სხვას თუ უნდა რომ ვინმე კრიმინალი თავისთან ყავდეს, ესეც იმ ქვეყნის არჩევანი არის. აგერ უკრაინას ხელისუფლებაში ყავს ქართველი კრიმინალები ადეიშვილის და გიალორქიფანიძეს სახით, ასე რომ ეს მათი არჩევანია. ჩვენ ვეძებთ, ჩვენ მოთმინებით ველოდით მიხეილ სააკაშვილს და აი ხედავთ რომ ის იხდის სასჯელს ახლა რუსთავის ეს აჩვენებს თუ არა? მე გამოვარ კომენტარზე და გეტყვით გამარჯვეს. აჩვენებს თუ არა რომ საქართველოში წარმოებული საქმე, სისხლის სამართლის საქმე არ არის იმდენად სანდო, რომ ეს იყოს განსაზღვრული თავშესაფრის. რატო მიხეილ სააკაშვილი არ თუ თავშესაფარი მოქალაქეობაც მისცეს და გუბერნატორიც გახდა და ეს რაიმენაირად აჩვენებს იმას რომ მიხეილ სააკაშვილი კრიმინალი არ არის? ბოლო კითხვა მაქვს ევროკავშირთან დაკავშირებით. დღეს დამტკიცდა რომ ივნისში ოფიციალურად გაიხსნება მოლდოვასთვის და უკრაინისთვის მოლაპარაკების პროცესი და ევროკავშირის ასეთი მზაობა არსებობს. თქვენ ცოტა ხნის წინ საუბრობდით რომ დაივიწყეთ რომ ვიდრე ესენი არიან ევროკრატიას გულისხმობთ რომ მათ გადადგან ჩვენ სასიკეთოდ რაიმე ნაბიჯი. თქვენ რას გააკეთებთ და როგორ წარმოგვიდგენია ამ ტრიოში საქართველოს უკან? პირველ რიგში კარგია რომ ახსენეთ რომ მოლაპარაკებები შეიძლება დაიწყოს. თან
არა ივნისში არის საბჭო ჩანიშნული და იქ უნდა იმსჯელონ ამ საკითხს. მაგრამ ახლა მოდი გადათვალეთ კალენდრულად, რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც თქვეს, რომ რაც კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს თუ მოლაპარაკების გახსნა. ხო გახსოვთ, როდის იყო 2023 წელს თუ არ ვცდები, თუ 22 წელს, თუ 23 წელს, 3 წელი გავიდა თუ არ ვცდები. კი, 3 წელი გავიდა. მას შემდეგ, რაც აი ჩვენ შეგვიკლო, ესე იგი რადიკალურმა ოპოზიციამ, რომ აი მოლაპარაკებები არ დაწყებულა და 3 წლის წინ უთხრეს გაიხსნაო და 3 წელი თურმე არ გახსნა, თურმე ეხლა უნდა გაიხსნას. არაფერი არ არის. ზუსტად ეგ არის, სადაც სინამდვილეში იმყოფება ევროკავშირის გაფართოება. ახლა გახდით მონტენეგროში, სლოვაკეთშიც გახდით, ნახეთ მონტენეგროში მათ შორის კონფერენცია, სადაც სხვა კანდიდატი ქვეყნებიც ნახი კოლეგები, რომელიც 15 წელია, 17 წელია, 12 წელია ამ პროცესში არიან და ბოლოს ვერ ხედავენ. დღესდღეობით ერთადერთი მონტენეგრო არის, რომელსაც აქვს რეალური შანსი, რომ წევრად მიიღოს, სხვა დანარჩენებზე ასე იწილო-ბიწილო თამაში მიდის, ხან ასე მიუტრიალდებიან, ხან ისე. ასე რომ კიდევ ერთხელ, ამიტომ აქვე უბრალოდ არა ფაქტის კონსტატირება მოვახდინოთ, რომ ის მოლაპარაკებები გაიხსნაო და ჩვენ რომ თურმე უარი ვთქვით მოლაპარაკო. ხო და რაზე ვთქვით, თუ არის საერთოდ იმათაც კი არ ქონიათ გახსნილი, ეხლა უნდა იმსჯელონ, გაიხსნას თუ არა რეალურად მოლაპარაკებები. 3 წელი გავიდა, 3 წელი სად იყვნენ? 3 წელი სად იყვნენ? რატო არ ელაპარაკებოდნენ? 3 წელი გაიხსნა. ეს ერთი და მეორე, ჩვენ არ გვჭირდება დანაელების ძღვენი. ჩვენ არ გვჭირდება ისეთი დიალოგი, რომელშიც უნდა დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ეს ითქვა 2024 წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრის მიერ. ჩვენ დანაელების ძღვენს არ მივიღებთ. როდესაც ამ მოლაპარაკებების, დიალოგის თუ სხვა კონტექსტში შემოდიან და უნდა თუ ხელი აფათურონ ჩვენს ყველაზე მთავარ საკითხებში, ჩვენს ღირებულებებში, ჩვენს ფასეულებში, ჩვენს მედია თავისუფლებაში, უნდა დაფათურონ ხელი იმაზე, რაზეც დგას ეს სახელმწიფო. აი ამას ქვია სწორედ დანაელების ძღვენი და დანაელების 2024 წლის 28 ნოემბერს სწორედ ეს ითქვა პრემიერ-მინისტრის მიერ, რომ ჩვენ ისტორია, სწორედ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია და იმის მომსწრე ვართ იმ ისტორიისა, რომელიც სწორედ ამ ძღვენს ეძღვნება, სწორედ აქედან გამომდინარე ვთქვით 28 ნოემბერს, რომ ჩვენ არ მივიღებთ დანაელების ძღვენს, ვისაც უნდა დალაპარაკება ჩვენთან, როგორც თანასწორთან და არა თითის ქნევით და ზემოდან ყურებით, როგორც მოსკოვი გვიყურებდა, თუ კი ეს აქვს ბრიუსელს დღეს ჩაფიქრებული და ასე გვიყურებს, ჯერ დაეშვან ჩვენს თანასწორ სიმაღლეზე და მე ვისაუბროთ დიალოგზეც, მოლაპარაკებაზეც და ყველაფერზეც. ჩვენ არ გვიწერია 78 მუხლი არის ჩვენი კონსტიტუციის ბოლო მუხლი. 78 მუხლამდე არის 77 მუხლი. საწერია მართლმადიდება ეკლესიას რა როლი აქვს ჩვენს სახელმწიფოებრიობაში, საწერია სუვერენიტეტი რას ნიშნავს, საწერია ვინ ახორციელებს ხელისუფლებას, რომ ეს არის ხალხი და მისი არჩეული პარლამენტი და ხელისუფლება და ეს არ არიან ელჩები და ბრიუსელი და კომისარები, რომლებიც აქ უნდა ახორციელებენ ხელისუფლებას. ამიტომ ჯერ 77 მუხლს პატივი და შემდეგ მოიკითხონ 78 მუხლი. ისეთი, რაც შეიძლება იწვევდეს საბჭოთა იყოს. განათლების მასეთი არსებობს რეალურად ოპოზიციის მხრიდან. თვითონ ცვლილება განხილვა შემოხარსოთ რეფორმას. ზოგადად მე მგონი აი რაც უფრო მეტი დრო გადის, ხედავთ რომ საზოგადოების პირველი რეაქცია რაც იყო დაანონსებულ რეფორმაზე, იყო სწორი რეაქცია, ის რომ საჭირო არის რეფორმა, საჭირო არის ძირეული რეფორმა და იმისთვის ჩვენ თუ გვინდა ჩვენ რომ ვიყოთ ასე თქვა თანაბარ დონეზე იმ სახელმწიფოებთან, რომელსაც აქვთ მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლები, ჩვენ ჭირდება რომ ჩვენი განათლების სისტემაც იყოს მოწოდების სიმაღლეზე. ის ეკონომიკური დისტემპი, რომელიც ჩვენ გვაქვს, მათ შორის საჭიროებს კვალიფიციურ კადრებს, საჭიროებს სხვადასხვა მიმართულებით და იცით რომ მათ შორის ტექნიკური მიმართულებები ერთ-ერთ პრიორიტეტად არის გამოცხადებული, კადრების აღზრდას, ვინაიდან სამწუხაროდ ისე მოხდა რომ ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ ისევ ძველ კადრებზე, იმ კადრებზე, გამოცდილ კადრებზე ვართ და დამოკიდებული, რომლებიც რამდენიმეღა შერჩა ამ ქვეყანას და მათი
მათი საქმიანობა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ახალი კადრები ამ სფეროებში არის. ასე რომ საზოგადოება რაც თავარია ჩვენს გვერდში დგას, მხარს უჭერს ამ რეფორმას. რაც შეეხება მათ, ვისაც აქვს პირადი მერკანტილური ინტერესი, მათთან რა თქმა უნდა ვერასდროს ვერ შევთანხმდებით. ერთ საკითხავ კანონების აღსრულების ნაწილში საქართველოს როლი რომ შეფასებულია კანონის უზენაესობის მედეგობასთან დაკავშირებით. თქვენი საუბრეთ და აი ამ ნაწილში, როდესაც კანონები სრულდება საქართველოში, რა პროგრესს განიცდის ახლა ქვეყანა ამ მიმართულებით? უბრალოდ ეს აჩვენებს მათ შორის სახელმწიფოს სისტემის გამართულობას. აჩვენებს პარლამენტის და მთავრობის მუშაობის შეთანხმებულობას, ის რომ ეს კოორდინაცია მთავრობასა და პარლამენტს შორის არსებობს, ესეც ამ ნაწილია სწორედ ის, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონები სათანადოდ სრულდება შემდეგ უკვე აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა დანაყოფის მიერ და აჩვენებს კიდევ ერთხელ ჩვენი სისტემის გამართულობას, მათ შორის სასამართლო კონტროლის გამართულობას აღსრულების პროცესზე, რაც საბოლოო ჯამში აისახება რაში? აისახება ეკონომიკურ ზრდაში, აისახება ინვესტიციებში, აისახება სხვადასხვა მიმართულებით, რაც ობიექტური არის, მაგრამ კიდევ ერთხელ თქვენ ამ ნუ გექნებათ იმედი, რომ ამას რაიმე გავლენა ექნება რომელიღაც ბრიუსელის ჩინოვნიკის მოსაზრებაში, იმიტომ რომ მათ ეს როგორც კი მოივათ იმეილზე ახალი რაღაც კვლევა, იქვე ჩააგდებენ, ასე ვთქვათ, გადააგდებენ ნაგვის ყუთში და აიღებენ თავის სიას, როგორ ვავნო საქართველოს, ასე ჰქვია იმ სიას და დაიწყებენ მონიშნავს, რომ ტელევიზია დავხუროთ, პარლამენტი გავაუქმოთ, ჩვენი ემისები დავნიშნოთ და ასე შემდეგ. ასე მონიშნებით არიან დაკავებული, მაგრამ თქვენთან ერთად ხედავთ, რომ უშედეგო არის მათი ყოველგვარი ცდება.